სახელმწიფო სამსახურში რეპრესიები სულ უფრო ძლიერდება, ქართული ოცნება დაუფარავად და უმიზეზოდ ათავისუფლებს თანამშრომლებს თავიანთი შეხედულებების გამო. ამ მხრივ გამორჩეულია კალაძე. თბილისის მერია მასობრივად ტოვებს ხალხს უსამსახუროდ. ამის კიდევ მორიგი მაგალითები ვნახეთ დღეს. სამსახურიდან გაუშვეს თამთა კაჭახიძე, ჯაბა ქარელი და სალომე მაჭარაშვილი. სამივე ხელმომწერია იმ პეტიციისა, რომელიც კობახიძის 28 ნოემბრის ცნობილი განცხადების შემდეგ დაიწერა. მერიის თანამშრომლებზე რეჟიმმა შური იძლია იმის გამო, რომ ადღიად გააპროტესტეს ევროინტეგრაციის შეჩერება და კონსტიტუციის დარღვევა. სოფო ვარდიაშვილი შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში და უფრო მეტს გვეტყვის საჯარო სექტორში საკადრო წმენდის შესახებ. სოფო, რა ფორმალური საფუძველი დაასახელა მერია? დიახ, ფორმალური საფუძველი არის რეორგანიზაცია. სამი ახალი გათავისუფლების შესახებ გახდა მერიიდან დღეს ცნობილი, როგორც უკვე თქვით, და ორმა გათავისუფლებულმა თამთა კაჭახიძემ და ჯაბა ქარელმა გაავრცელეს იდენტური დოკუმენტები, რომლებიც ოფიციალურად ატყობინებდა მათ, მიუვიდათ იმეილზე მერიისგან და ორივეს აწერს ხელს მერი კახა კალაძე და ატყობინებდა მათ გათავისუფლების შესახებ. და ოფიციალური ტერმინებით ამ დოკუმენტში წერია, რომ გათავისუფლების საბაბი არის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებები. თუმცა ეს ოფიციალური მიზეზი მერეიდან გათავისუფლებულებისათვის არის კარგად შეფუთული რეპრესიები, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს არის პირდაპირი პასუხი მერიის მხრიდან იმაზე, რომ მათ ხელი მოაწერეს საჯარო პეტიციას, რომელიც გაავრცელეს საჯარო მოხელეებმა ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ და გვახსოვს, რომ ამ განცხადებით გახდა ცნობილი, რომ ქართულმა ოცნებამ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები შეაჩერა. ამ გათავისუფლების შემდეგ ახლა მერიის თანამშრომლები დარჩნენ წინა გათავისუფლებული თანამშრომლების დიდი ნაწილის მსგავსად შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე, რაც არის სერიოზული ფინანსური გამოწვევა ბევრი მათგანისთვის, თუმცა ამბობენ, რომ გაცილებით სახიფათო პრობლემა მათთვის არის ქვეყნის ევროპული მომავლის დაკარგვა და კონსტიტუციის დარღვევა ქართული ოცნების მხრიდან. კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრიობის დაცვა ყველა საჯარო მოხელისა და მოქალაქის ვალდებულებაა. სხვანაირად ვერ შევქმნით ვერც აწმყოსა და ვერც მომავალს. პატივად ჩავთვლი ჩემი მოვალეობის დაცვის გამო სამსახურიდან გათავისუფლებას. ყველას გისურვებთ სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრებას. ტრაგედია, როდესაც საჯარო მოხელეს კონსტიტუციის დაცვის მოწოდებაზე ხელმოწერის გამოსჯიან. რა თქმა უნდა, ძალიან უსამართლოა ეს ყველაფერი და ეს ამ სახელმწიფოს არ ეკადრება. მე ჯაბა ქარელი ერთი წამითაც არ ვნანობ, არც ერთ ჩემ ნაბიჯ საჯარო სამსახურში ყოფნის მანძილზე. მე მაშინაც ღირსეულად ვიცავდი საჯარო მოხელის ფიცს, როდესაც თქვენ ქვეყანაში რუსულ კანონებს ამტკიცებდით და მაშინაც, როდესაც ევროპულ არჩევანზე უარის თქმით, თქვენივე მიღებულ კონსტიტუციას არღვევდით. საკუთარ სამშობლოს ღალატობდით და ამავე ფიცის დაცვას გავაგრძელებ, რომელიც თქვენ ცარიელ სიტყვებად გადააქციეთ. რამე თუ ეს და სხვა ყველა თქვენი სადამსჯელო გადაწყვეტილება არის უკანონო, არალეგიტიმური და დროებითი. ბრძოლას თავისუფალი საქართველოსთვის და ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გვპირდებით მივიყვანთ ბოლომდე. თუ თქვენ არ იცით ეს რას ნიშნავს, ჩვენ გაჩვენებთ ეს როგორ ხდება. ძალიან ემოციურად მძიმე იყო ის, რომ დღესაც როდესაც სამსახურში მოვედი, ბოლო დღე იყო თურმე ჩემი სამუშაო დღე და მე ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდი. ადამიანურად ეს ყველა მინდა გაიგოს, რომ არ არის ადვილი, როდესაც ამდენი წელი მუშაობ და არ იცი რომელი არის ჩემი სამუშაო ბოლო დღე. დღეს მომივიდა ელექტრონული პოსტით გათავისუფლების შესახებ ბრძანება და შესაბამისად ის რომ ვიცოდი, რომ 17-დან ჩემი შტატი უქმდება და ახლა უკვე ოფიციალურადაც მივიღე ეს გადაწყვეტილება. ლოგიკურად უკავშირებ იმას, რომ ვარ ერთ-ერთი ხელმომწერი პროევროპული განცხადების საჯარო მოხელეების გათავისუფლების რეალური მიზნები ცხადია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვისაც და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვისაც, რომლებიც აცხადებენ, რომ საკუთარ თავზე იღებენ ასეთი საჯარო მოხელეების უფლებების დაცვას. მათი საერთო განწყობაა, რომ ივანიშვილის რეჟიმს არ სურს დამოუკიდებელი საჯარო მოხელეები, არამედ სურს, რომ ისინი დაიმორჩილოს და დააშინოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ ამ პროცესში მერიის განსაკუთრებული მონდომებაც. ივანიშვილმა მიზანში ამოიღო საჯარო მოხელეები და მათ ედავება ერთადერთ რამეს საქართველოს კონსტიტუციის ერთგულებას და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის ერთგულებას. დღესვე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების თითოეული სეგმენტი, პოლიტიკური კლასი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესები, ყველა, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მაქსიმალურად გვერდით დაუდგნენ საჯარო მოხელეებს და არ შესრულდეს ივანიშვილის ამოცანა, რომ გამოშიგნოს საჯარო სექტორი პროფესიონალი კეთილსინდისიერი
კადრებისგან დააშინოს ისინი, იმიტომ რომ ივანიშვილს აქვს ძალიან კაფიო ამოცანა, რომ საჯარო სექტორი დააშინოს თავისუფალი მოქალაქეებიდან ისინი საბოლოო ჯამში აქციოს დამორჩილებულ მოქალაქეებად. ეს შეეხებოდა არა პარტიის ერთგულ ადამიანებს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან პარტიას და არა სახელმწიფოს, არამედ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად კეთილსინდისიერი მოხელეები არიან და მაშინ, როდესაც ქართულ ოცნებას მიტაცებული აქვს ხელისუფლება და დგამს ქვეყნისთვის დამღუპელ ნაბიჯებს, ამის თაობაზე მათ შორის ხმამაღლა საუბრობენ. ამას პრინციპში განსაკუთრებით აჩენს და არ მალავს ხოლმე თბილისის მერია, არ ვიცი, თბილისის მერიის შემთხვევაში იმის მტკიცებაც კი, რომ აქ პოლიტიკური მოტივი დგას უკან, არანაირად რთული არ არის, იმიტომ რომ საჯაროდ პირდაპირ ღიად თბილისის მერია ამას პირდაპირ აღიარებს, რომ ადამიანებს წმენდას უწყობს მათი პოლიტიკური მოსაზრებების გამო, შეიძლება ამას სხვანაირად ფუთავენ, მაგრამ რეალური მიზეზი სწორედაც არის ეს მათი პოლიტიკური პოზიციები. ეს საჯარო მოხელეები ახლა სამართლებრივი პროცედურებისთვის ემზადებიან და ყველა ინსტანციის გავლას აპირებენ საკუთარი უფლებების დასაცავად ამ საქმეების კოორდინირებაში მათ ეხმარება დამოუკიდებელი პროფკავშირიც, რომელიც სწორედ საჯარო მოხელეებმა დააფუძნეს.